Mary Ellen Pleasanti დაიბადა 1814 წლის აგვისტოს მე-19 რიცხვში. თუმცა ეს სადავოა, რადგან კალიფორნიაში მის საფლავის ქვაზე მითითებულია 1817 წელი. მისი წარმოშობა გაურკვეველია, რადგან მიიჩნევა, რომ იგი დაიბადა მონობაში, ჯორჯიის პლანტაციაზე. თუმცა მოგვიანებით თავად აცხადებდა, რომ ფილადელფიაში დაიბადა თავისუფალი, ლუიზიანადან წარმოშობილი, სავსებით შავკანიანი ქალისგან, ანუ დედისგან და ჰავაიელი მამისგან. ბავშვობაში იგი ოჯახს დააშორეს, თუმცა უცნობია როგორ მოხდა ეს. ვარაუდობენ, რომ როდესაც დაახლოებით 10-დან 13 წლამდე იყო, ნანტაკეტში, მასაჩუსეტსში ჩავიდა, სადაც თეთრკანიანი ოჯახის შინამოსამსახურედ მუშაობდა. ამ პერიოდში მან აღმოაჩინა, რომ გარშემოყოფებისთვის უხილავი ყოფნა ძალიან სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო. შემდეგში ამ თვისებას უპირატესობად გადააქცევდა. ოჯახთან ყოფნისას მას კარგად ექცეოდნენ. ასწავლეს კითხვა, წერა და მაღაზიაში მუშაობა. როგორც ჩანს, ეს ოჯახი აქტიურად იყო ჩართული აბოლიციონისტურ მოძრაობაში. შესაძლოა სწორედ ამან გაუღვივა მას ამ საქმისადმი ვნება, რადგან მან ბევრი ცნობილი აბოლიციონისტი გაიცნო. Pleasanti იყო ჭკვიანი გოგონა, რომელმაც სწრაფად ისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღია არანაირი ფორმალური განათლება. მისი 1902 წლის ბიოგრაფიაში მან აღნიშნა: "ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლებოდა ყოფილიყავი განათლება რომ მქონოდა." შემდეგ ის წერს: "ციგნებს თავი დავანებე და კაცები და ქალები საკმაოდ კარგად შევისწავლე. ყოველთვის შევნიშნე, რომ როცა რამე მაქვს სათქმელი, ხალხი მისმენს. ჩემს საუბარზე არასდროს ეძინებათ." რამდენიმე წლის შემდეგ Pleasanti თავის პირველ ქმარს, James Smiths, გაჰყვა ცოლად. ის იყო მდიდარი ყვავილების კონტრაქტორი და ვაჭარი, რომელიც თეთრი ან შერეული წარმოშობის იყო. Smiths მტკიცე აბოლიციონისტი იყო და ისინი ერთად მუშაობდნენ მიწისქვეშა რკინიგზაზე, როგორც მონების გამტაცებლები. წყვილი მონებს ეხმარებოდა თავიანთი მფლობელებისგან გაქცევაში, ბელებისგან გაქცევაში. ისინი მათ უსაფრთხო სახლებში მალავდნენ და შემდეგ აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში, ან თუნდაც კანადაში გადაჰყავდათ. სამწუხაროდ, სმიტი გარდაიცვალა 1840-იან წლებში, რის შემდეგაც Pleasants მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა და მითითებები დარჩა, რომ გაეგრძელებინა ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც წლები მიუძღვნეს. Pleasanti აგრძელებდა მონების თავისუფლებაში გადაყვანაში დახმარებას. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის განაგრძობდა თანასწორი უფლებების მტკიცე მხარდაჭერას. შემდეგ 1858 წელს მან დაიწყო ურთიერთობა შავკანიან მამაკაცთან, სახელად John James Pleasanti. ვარაუდობენ, რომ ეს იყო მისი მეორე ქმარი, რადგან მან მისი გვარი მიიღო, თუმცა ქორწინების ოფიციალური ჩანაწერები არ არსებობს. ერთად ისინი მიყვებოდნენ სმიტის მითითებებს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, მონათმფლობელების მზარდი ეჭვების გამო, იძულებულნი გახდნენ ნიუ-ორლეანში გადასულიყვნენ. ამ პერიოდში დაიწყო კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება. 1850 წელს კალიფორნია შეუერთდა კავშირს როგორც თავისუფალი მონათმფლობელობისგან თავისუფალი შტატი და მალე გავრცელდა ინფორმაცია იქ შესაძლო სიმდიდრეზე, მიუხედავად შენი რასისა თუ წარმომავლობის. ამ მიზეზით 1852 წლის აპრილში Pleasantმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ნიუ-ორლეანი და გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. როგორც ღიაკანის მქონე შავკანიანი ქალი, ის თეთრკანიანად გადიოდა და ყოველთვის იყენებდა თავისი პირველი ქმრის გვარს თეთრკანიანებთან ურთიერთობისას, რათა შეემცირებინა შესაძლო დისკრიმინაცია. ის მალე დასაქმდა მდიდარი ბიზნესმენების მზარეულად და შინამოსამსახურედ. ესენი იყვნენ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცები და ის მათთან მუშაობდა კონკრეტული მიზეზით. ამ ადამიანებისთვის ის უხილავი იყო და სწორედ ამ უგულებელმყოფელ დამოკიდებულებას იყენებდა ყველაზე მეტად. Pleasanti იყენებდა თავის სიახლოვეს, რომ მოხერხებულად ყური მოეკრა მდიდარი ადამიანების საუბრისთვის, ვისაც ემსახურებოდა. ასე მოქცევით ის იღებდა საინვესტიციო რჩევებს და საინტერესო ჯორებს. ბიოგრაფმა ლინ ჰადსონმა ინტერვიუში Pleasantზე განაცხადა: სრულიად შესაძლებელია, რომ ის სამუშაოები, რომლებიც შინამოსამსახურედ ჰქონდა, უბრალოდ საფარი იყო, რომელსაც იყენებდა, რადგან აშკარა თავისი ფული ინვესტიციებით გამოიმუშავა. სან-ფრანცისკოში მზარეულად მუშაობისას Pleasanti დაახლოებით $500 გამოიმუშავებდა თვეში. ამ ფულით, ასევე თავისი პირველი ქმრისგან მიღებული მემკვიდრეობით, მან ინვესტიცია განახორციელა უძრავ ქონებაში, ოქროსა და ვერცხლის მაღაროებში. ბოლოს მან საკმარისი ფული დააგროვა, რომ საკუთარი სამრეცხაო ბიზნესი დაეცვა და იქიდან კიდევ გააფართოვა საქმიანობა. სან-ფრანცისკოში Pleasanti აგრძელებდა ყოფილი მონების დახმარებას ფინანსური მხარდაჭერით და მათთვის სამუშაოს მოძიებით. როდესაც ის უფრო წარმატებული გახდა, ბევრ სამსახურში აიყვანა და მნიშვნელოვანი თანამდებობები მისცა. მდიდარი თეთრკანიანების წრეებში მას ბიზნესის მფლობელად აღიქვამდნენ და ბევრისთვის ის ერთ-ერთ მათგანად ითვლებოდა.
თუმცა მხოლოდ შავკანიანთა საზოგადოებამ იცოდა მისი ნამდვილი ვინაობა. მას შავკანიანთა მერიას ეძახდნენ, რომელმაც დასავლეთში მიწისქვეშა რკინიგზა მოიტანა. ზოგიერთი მათგანი, ვისაც მან დახმარება გაუწია, მოგვიანებით ქალაქის მნიშვნელოვანი შავკანიანი ლიდერები გახდნენ. 1857 წელს მან სან-ფრანცისკო დატოვა, რათა აბოლიციონისტ ჯონ ბრაუნს დახმარებოდა. მან აქტიურად დაუჭირა მხარი მის საქმეს და ჯამში დაახლოებით $30,000 გაუგზავნა. ამ ფულით მან შეძლო დააფინანსა თავისი თავდასხმა ფედერალურ არსენალზე, ჰარპერს ფერისში, ვირჯინიაში. ბრაუნს იმედი ჰქონდა, რომ ეს სამხრეთში უფრო მასშტაბურ შეიარაღებულ მონათა აჯანყებას გამოიწვევდა, მაგრამ მისი გეგმა ჩავარდა. 1859 წელს პლეზანტი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში, სადაც გააგრძელა თავისი ბიზნესების მართვა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მხარდაჭერა. იმავე წლის 2 დეკემბერს ჯონ ბრაუნი ჩამოახრჩას მკვლელობისა და ღალატის გამო. ჩამოხრჩობის შემდეგ მის ჯიბეში იპოვეს ბარათი, რომელზეც ეწერა: ნაჯახი ხის ძირას დევს. როცა პირველი დათმა განხორციელდება, მეტი ფული იქნება დასახმარებლად. ბარათი MEP ინიციალებით იყო ხელმოწერილი, რაც Mary Ellen Pleasants ნიშნავდა. თუმცა ოფიციალურმა პირებმა ასოები არასწორად წაეკითხეს და ეძებდნენ ვინმეს ინიციალებით 2EB. მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, ვინ დაწერა ბარათი, მაგრამ სავარაუდოდ დიდარ ჩრდილოელს ეძებდნენ. პლეზანტზე ეჭვი არასდროს მიუტანიათ და მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ სწორედ ის იყო, რადგან ეს სიკვდილამდე თავად გაამხილა. 1860-იან წლებში პლეზანტს ეკუთვნოდა პანსიონები და წარმატებული სამრეცხავების ქსელი. მისი წარმატების მიუხედავად ის თავმდაბალი დარჩა. ბევრ შემთხვევაში ის მსახურად გადაიცვანდა თავს, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. შემდეგ მან გაიცნო ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელი, სახელად თომას ბელი. ერთად მათ ჩამოაყალიბეს მრავალწლიანი საქმიანი პარტნიორობა, რომელმაც ორივე მხარე ძალიან მდიდარი გახადა. შოტლანდიელი უკვე კარგ ფულს შოულობდა ვერცხლისწყლის, უფრო ცნობილ სახელად Quicksilver-ის ვაჭრობით, მაგრამ როდესაც მან პლეზანტი გაიცნო, მიხვდა რამდენად წარმატებული შეიძლებოდა გამხდარიყო მის გვერდით. 1865 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, პლეზანტი მივიდა საქალაქო ცნობარში და საჯაროდ შეიცვალა თავისი რასობრივი აღნიშვნა თეთრიდან შავად. მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ქვეყანაში არსებულ რასობრივ დაძაბულობას, მიუხედავად იმისა, რომ ამით საკუთარ თავს ცხოვრება უფრო გაურთულა. ერთ-ერთ მემუარში მან დაწერა, რომ მისი მიზანი იყო თავისუფლება და თანასწორობა საკუთარი თავისა და თავისი ხალხისთვის და ურჩევნია იყოს გვამი, ვიდრე ლაჩარი. პლეზანტის პირადი ურთიერთობა ბელთან გაურკვეველია. შესაძლებელია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში რომანტიკული იყო, მაგრამ წყაროები განსხვავდება. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა ბიზნესში დაიწყეს ინვესტირება, სადაც პლეზანტი ლიდერობდა. ძირითადად ბელი უბრალოდ მის რჩევებსა და ხელმძღვანელობას მიყვებოდა. რადგან პლეზანტი ახლა შავკანიანად იყო რეგისტრირებული, ეშინოდა, რომ ხალხი დაიწყებდა კითხვას, როგორ გამოიმუშავა ამდენი ფული. პოტენციური პრობლემებისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, მან ინვესტიციები და ქონება ბელის სახელზე გააფორმა. ამან გაამართლა ბიზნეს გარიგებები, რაც ქალისთვის შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო მე-19 საუკუნის 60-იან წლებში. განსაკუთრებით შავკანიანი ქალისთვის. პლეზანტი საჯაროდ უპირისპირდებოდა რასობრივ დისკრიმინაციას სან-ფრანცისკოში და განაგრძობდა სამოქალაქო უფლებების დაცვას. 1866 წელს, როცა ქალაქის ტრამვაიში იმყოფებოდა, მას და კიდევ ორ შავკანიან ქალს ძალით ჩამოაცილეს. ამ მიზეზით მან ორი ტრამვაის კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა რასობრივი დისკრიმინაციის გამო. ერთმა კომპანიამ პირობა დადო, რომ აფროამერიკელები ტრამვაიში ასვლას შეძლებდნენ, ხოლო მეორე კომპანიამ უარი თქვა დათმობაზე. საქმე პლეზანტი ნორთ-ბიჩისა და მისიონის რკინიგზის კომპანიის წინააღმდეგ შტატის უზენაეს სასამართლომდე მივიდა. საბოლოოდ პლეზანტმა გზა გაუხსნა ქალაქის ტრამვაიების დესეგრეგაციას. ამ ძალისხმევის წყალობით წლების შემდეგ იგი კალიფორნიაში სამოქალაქო უფლებების დედად აღიარეს. წლების განმავლობაში პლეზანტისა და ბელის ქონება განაგრძობდა ზრდას. მალე მათ აქციები ჰქონდათ სამრეცხავებში, ბრძის ფერმებში, რესტორნებში, პანსიონებში და უელს ფარგოს ბანკშიც კი. 1875 წლისთვის მათ უზარმაზარი ქონება დააგროვეს, რომელიც $30 მილიონ მეტად იყო შეფასებული.
საზომად რომ წარმოვიდგინოთ, ეს დღეს დაახლოებით $850 მილიონ უდრის. 1877 წელს პლეზანტის ყოფილი პარტნიორი ჯონ ჯეიმსი, რომელიც მასთან ერთად მიწისქვეშა რკინიგზაზე მუშაობდა, დიაბეტით გარდაიცვალა. არ არის ცნობილი, რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც მან თომას ბელთან კავშირი დაამყარა. მისი უზარმაზარი სიმდიდრით პლეზანტმა სან-ფრანცისკოს გულში 30 ოთახიანი ვიქტორიანული სტილის სასახლე ააშენა. სახლს დიდი ეზო ჰქონდა და რა თქმა უნდა, დიდრულად იყო მოწყობილი. იმ დროს მისი ღირებულება დაახლოებით $100,000 იყო, რაც დღეს $2,400,000 უდრის. პლეზანტი ცხოვრობდა სასახლეში ბელთან, მის ოჯახთან და პერსონალთან ერთად. მან ასევე შეიძინა სხვადასხვა უძრავი ქონება, მაგალითად უზარმაზარი 1000 აკრიანი რანჩო სონომას ველზე, სან-ფრანცისკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მაგრამ 1880-იან წლებში სან-ფრანცისკოში ვითარება იცვლებოდა. ქალაქი, რომელმაც მისთვის სიმდიდრის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ბევრად უფრო აშკარად რასისტული ხდებოდა. მისი სიმდიდრის გამო ბევრს შური გაუჩნდა. ადგილობრივი თეთრკანიანები მტრულად განეწკნენ და მისგან თავის არიდება დაიწყეს. ამბობდნენ, რომ ის ბელის საყვარელი იყო და მეტი არაფერი. გარდა ამისა, გავრცელდა ხმები, რომ მისი პანსიონები სინამდვილეში მეძაოთა სახლები იყო და რომ მას ძებუნებრივი გავლენა ჰქონდა იმ დიდარ თეთრკანიანებზე, ვისთანაც ახლოს იყო. შემდეგ 1883 წელს პლეზანტი ჩაება ნევადის სენატორის უილიამ შერონის სკანდალურ სასამართლო პროცესში. მას ბრალი დასდეს ახალგაზრდა ქალის სარა ჰილის შეცდენასა და შემდეგ მიტოვებაში. ეს სასამართლო პროცესი ყოველდღიურად ყველგან შუქდებოდა და მალე მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს მოვლენებს. სენატორის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პლეზანტმა, რომელიც სარა ჰილის მეგობარი იყო, ბნელი ძალები გამოიყენა, რათა სარა ჰილზე ემანიპულირა და სენატორის მახეში გასაბმელად გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბსურდული იყო, პლეზანტმა მაინც ამ თამაშს დაახვა და სასამართლოში ვუდუს თოჯინა მიიტანა. მან გადაცხადა, რომ თავის ძალებს გამოიყენებდა მისი სიკვდილის მოსახდენად. სიგიჟე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მან ეს განაცხადა, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სენატორი გარდაიცვალა. ამან ბევრი ეჭვი დაადასტურა და ის მალე ბოროტ მითიურ ფიგურად აღიქვეს. ბევრი მას ვუდუს დედოფლად მიიჩნევდა. ასევე ამ პერიოდში დაიწყეს მისი რასისტული მეტსახელით მემი პლეზანტი მოხსენიება, რადგან წლები გაატარა შინამო სამსახურედ. მედიაც ამ სახელით მოიხსენიებდა მას, მაგრამ ეს არ მოსწონდა. მან თქვა, არ მომწონს როცა ყველა მემის მეძახის. დადე ეს. მე არ ვარ მემი, ყველასთვის კალიფორნიაში. მემივილე წერილი პასტორისგან საკრამენტოდა. ის მიმართული იყო მემი პლეზანტის სახელზე. მე უპასუხე მას მისივე ქაღალდე და მივწერე, რომ ჩემი სახელი იყო მისის მერი, პლეზანტი. მე არც ერთ ჩემს ქაღალდს არ დავხარჯავდი მასზე. 1899 წელს თომას ბელი გარდაიცვალა. ამან სერიოზული შედეგები გამოიწვია პლეზანტისთვის. როდესაც ის გარდაცვლილი იპოვეს პლეზანტის სასახლეში, მისმა ქვრივმა ტერეზა ბელმა სან-ფრანცისკოს ქრონიკლში 4-გვერდიანი დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, სათაურით ვუდუების დედოფალი. პრესამ ის მონსტრად წარმოაჩინა, ჯადოქრობაში დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ბელი მან მოკლა. ტერეზა ბელმა და მისმა ვაჟმა ფრედ ბელმა შემდეგ პლეზანტის სასამართლოში უჩივლეს, რათა გაეკონტროლებინათ საერთო მრავალმილიონიანი ქონება. მოხდა სასამართლო პროცესების სერია, მაგრამ პლეზანტისთვის საქმეები კარგად არ გამოიყურებოდა. პირველ რიგში მისი რეპუტაცია შეილახა გაზეთების ბრალდებებით, მისი ბორდელების, უდუს პრაქტიკებისა და ზოგიერთი ჭორის გამო, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ბავშვებს ჭამდა და იპარავდა. გარდა ამისა, მისი მრავალი ქონება, მათ შორის სასახლე, რომელიც თავად დააპროექტა და ააშენა, ბელის სახელზე იყო გაფორმებული. ამის გამო, მისთვის ძალიან რთული იყო საკუთრების დამტკიცება. მისი რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანების მიზნით, მასზე ტყუილები გავრცელდა. ერთ შემთხვევაში ნათქვამია, რომ მან სუსტი ნირნარსინო ბელი ტყვეთ ყავდა მის სასახლეში ოქტავია და ბუშის კუთხეში და რომ მის შვილებს ძაღლის ხორცითა და ძველი პურით კვებავდა. ამ სირთულეების მიუხედავად, პლეზანტმა მტკიცედ დაამტკიცა, რომ სასახლე ნამდვილად მას ეკუთვნოდა. მან სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ თავად დააპროექტა და მისი აშენებაც თავად დააფინანსა. თუმცა, საბოლოოდ მან წააგო სამართლებრივი ბრძოლა, ასევე დაკარგა თავისი რეპუტაცია და ქონების უმეტესი ნაწილი.
ამ ყველაფრის შემდეგ მას სან-ფრანცისკოს სასახლიდან გამოასახლეს და მალევე სიღარიბეში აღმოჩნდა. როდესაც მისი ქონება ამოიწურა, თავშესაფრისთვის მეგობრების სიკეთეზე იყო დამოკიდებული. სიცოცხლის ბოლოს ის სან-ფრანცისკოში ცნობილი ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის დემონად ითვლებოდა. Mary Ellen Pleasant-ი გარდაიცვალა 1904 წელს 99 წლის ასაკში. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მან სიცოცხლეში შეძლო, Mary Ellen Pleasant-ი ისე კარგად არ ახსოვთ, როგორც უნდა ახსოვდეთ. ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ მისი საქმიანობა საიდუმლო ან საკმაოდ საკამათო იყო. გარდა ამისა, მისი ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო. მაგალითად, მან 3 ავტობიოგრაფია დაწერა, მაგრამ თითოეულში წინააღმდეგობები არსებობს. სიკვდილის წინ მან სთხოვა, რომ მის საფლავის ქვაზე დაეწერათ ჯონ ბრაუნის მეგობარი. ეს წარწერა მის გადაცვალებიდან 60 წლის შემდეგ დაამატეს. სან-ფრანცისკოში არსებობს დღე, რომელიც Mary Ellen Pleasant-ს ეძღვნება და პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს, იქვე, სადაც ოდესღაც მისი სახლი იდგა. პარკი ქალაქში ყველაზე პატარაა და ამბობენ, რომ მისი მოჩვენება იქ დაჰქრის და ღამით გაუნლელებს ევკალიპტის კაკლებს ესვრის. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს Mary Ellen Pleasant-ზე. თუ მოგეწონათ, დამიტოვეთ მოწონება და კომენტარი თუ ახალი ხართ. რატომ არ გამოიწერთ არხს? ეს მე L-post-ით მირჩიეს, ასე რომ თუ გაქვთ რაიმე წინადადება, დამიტოვეთ კომენტარი ან გამომიგზავნეთ L-post-და, რომელსაც უფრო მარტივად ვნახავ. როგორც არ უნდა იყოს, ყველა თქვენგან შევხვდები შემდეგ დავიწყებული ცხოვრებების ეპიზოდში. გმადლობთ.